მოგესალმებით, დღეს განვიხილავთ 2008 წლის შავ კომედიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფილმს სახელად ბრიუგეში, რომლის რეჟისორი გახლავთ მარტინ მაკდონაჰი, ან მაკდონა. 2008 წელსაა ფილმი გადაღებული და თავად რეჟისორს ჰქონდა ბრიუგესადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და თავისი ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ორ პერსონაჟში ასახა. ახლა მოკლედ რომ ვთქვათ, თუ რა არის ფილმის ფაბულა, ფილმი მოგვითხრობს ორ დაქირავებულ მკვლელზე, რომლებიც ჩადიან ბრიუგეში და ერთ-ერთ გმირს, თუ შეიძლება ასე ითქვას, კენს აინტერესებს ბრიუგეს ღირსშესანიშნაობები, ეკლესიები, მუზეუმები, ხოლო მეორეს რეის არანაირი ინტერესი არ გააჩნია ბრიუგესადმი, პირიქით სულ ბუზღუნებს, არ ინტერესდება არც ღირსშესანიშნაობით, არც ქალაქის არქიტექტურით, არც ეკლესიებით, არაფერი არ აინტერესებს ბრიუგეში. მოწყენილობისგან კვდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ფილმში ეს შავი იუმორის ელემენტები ხშირად დომინირებს, ძალიან სიმბოლებითაა გაჟღენთილი და სწორედ ამაზე მინდა საუბარი უფრო ამ კუთხით. როგორც ფილმის დასაწყისში ვხედავთ, ჰარი ავალებს რეის, რომ გაჰყვეს კენს დავალების შესასრულებლად ბრიუგეში. რადგან ლონდონის დავალება მან სათანადოდ ვერ შეასრულა, ახლა თითქოს ჰარის უშუალო მითითებებს ემორჩილება თავის ნების საწინააღმდეგოდ და რეი იმეტებს მღვდელს მოსაკლავად და მღვდლის ბოლო სიტყვები იქნება პატარა ბიჭი და კვდება. თითქოს ისე ჩანს, რომ მღვდლის ნათქვამი არის გამოხატულება იმის, რომ ის ამბობს, რომ პატარა ბიჭი და თითქოს მაყურებელში ჩდება განცდა, რომ მღვდელი მოკლეს პატარა ბავშვისადმი ჩადენილი ძალადობის გამო. თუმცა რეალურად მერე ჩანს კადრი, რომ იქ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა პატარა ბიჭი და ამ პატარა ბიჭის ცოდვის ფურცელზე უწერია 3 ძირითადი ცოდვა, რაც ამ პატარას აწუხებს. ეს ცოდვებია დაღვრენილობა, მათემატიკისადმი სისუსტე და მესამე მოწყენილობა. ეს თუ კი შევხედავთ, თვითონ რეისაც იგივე 3 ვნება, თუ შეიძლება ესე ითქვას, ბრჭყალებში აწუხებს, ის არის მუდამ დაღვრემილი. მათემატიკაში სუსტია და ეს ერთგვარი ირონია, რადგან რეის უნდა მოეკლა მღვდელი ერთი ადამიანი და რეალურად 2 მოკლა. და ის მუდამ მოწყენილია და მოწყენილობის ცოდვაშია ჩავარდნილი. მთავარი თემა გადადის კიდევ საინტერესო დიალოგები გვხვდება კენის პერსონაჟსა და რეის პერსონაჟს შორის, როდესაც ისინი შედიან მუზეუმში, ისინი დგანან იერონიმოს ბოსხის ნახატთან და საშინელი სამსჯავრო სცენას განიხილავენ. და იქ არის კიდევაც სცენა, რომ რეი ეკითხება კენს, რომ შენ ამ ყველაფრის გჯერა, ცოდვის სასჯელის, ჯოჯოხეთის, ამოთხის, ცხონების და კენი იმდენად დამაჯერებლად უქადაგებს რეის, მაგრამ ბოლოს ეტყვის, რომ მე არ მჯერა. ანუ მე კათოლიკურ ბექგრაუნდით გავიზარდე, კათოლიკურ ტრადიციებზე, ანუ კულტურული ბექგრაუნდი მისი არის, რომ კათოლიკია, მაგრამ საბოლოო ჯამში მას ამის არ სწამს. ჰარის რაც შეეხება მათ ბოსს, ერთგვარად გაიდეალიზებული აქვს ჰარის ბრიუგე, თუ რეისთვის ბრიუგე არის არადინამიური ქალაქი, სადაც მოწყენილობისაგან კვდება, ჰარისთვის პირიქით ბრიუგე არის ერთგვარი სამოთხე დედამიწაზე და ჰარის გონია, რომ რეიც და კენიც უბედნიერესები უნდა იყვნენ იმის გამო, რომ ისინი მოხვდნენ და პატივი აქვთ, რომ იყვნენ ბრიუგეში. თუმცა ზღაპრულ ქალაქისადმი დამოკიდებულება რეის არ აქვს, პირიქით რეისთვის ეს მოცაწყენია
ზღაპრულობასთან მხოლოდ აკავშირებს ბრიუგეს ის რომ ეს არის კაცრი მოცემულობა. მინიშნება ფილმში ხშირად გვხვდება თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით და პირდაპირ ნათლად ჩანს რომ ბრიუგე არის განსაწმენდელი რეისთვის. თუ კი კენი ხშირად იცვლის ტანისამოს, რეი სულ ერთ ტანსაცმელშია, სულ პერანგიაცია და გარედან კოსტიუმითაა თუ ერთგვარი მანტოთი, ანუ მთელი ფილმის განმავლობაში, ეს 2 კვირის განმავლობაში რეი არის ერთი და იგივე ტანისამოსში. რა არის ფილმის მთავარი არსი? როგორ უნდა განვაგრძო მე ცხოვრება, როდესაც საშინელება ჩავიდინე? აი ამ კითხვას სვავს რეი, რომ შემთხვევით შემოაკვდა უცოდველი ბავშვი. და ამაზე პასუხს კენისცემს, რომ თუ შენ ერთი ბავშვი იმსხვერპლე, უნდა ეცადო და ცხოვრებაში გადაარჩინო სხვა ბავშვი. I killed a little boy. And save the next little boy. Just go away somewhere. Get out of this business and try to do something good. You're not going to help anybody dead. You're not going to bring that boy back. But you might save the next one. აქ შეიძლება ორგვარად გავიაზროთ ეს ნათქვამი, ან შენს თავში ბავშვური სიწრფელე არ ჩაკლა და შენ თავში მყოფი ბავშვი გადაარჩინე, ან მეორე მართლა ვინმე ბავშვი გადაარჩინე დაღუპვას და ანუ შენი საშინელი ცოდვა რაც ჩაიდინე უნებლიეთ გამოასწორე სიკეთის ჩადენით, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჰარი როდესაც გაიგებს რომ მღვდლის ნაცვლად კენმა ბავშვიც იმსხვერპლა, თავად ჰარი გადაწყვეტს რომ კენზე იძიოს შური და ეს ბოსი ამათი უფროსი ჩადის ბრიუგეში რომ უშუალოდ მან აღასრულოს მკვლელობა და თავად იმსხვერპლოს კენი. ჩადის კიდევაც ჰარი და ჰარი იწყებს უკვე ნადირობას როგორც კენზე, ასევე რეიზე. კენი თავს წირავს მეგობრის გამო, კენს არ უნდა რომ რეი მოკლას ჰარიმ, გაუშვებს კიდევაც მატარებლით და ფულსაც კი შესთავაზებს რომ წადი ბრიუგედან და ახალი ცხოვრება დაიწყე, სულ მოძრაობაში იყავი, არ გაჩერდე ერთ ადგილას და აქაც ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ ეს ნათქვამი რომ წადი ბრიუგეს მოწყდი და ახალი ცხოვრება დაიწყე, არ გაჩერდე, დინამიური იყავი, თორე შენ თუ დინამიური არ იქნები, ბრიუგედ გექცევა ისევ ცხოვრება, ერთგვარ გაჭედილ ციკლად და მეორე მომენტი, როდესაც ეუბნება რომ თუ გაჩერდები, ესე იგი ჰარი მოგაგნებს უფრო ადვილად და ჰარი გაგისწორდება და მოგკლავს. კენი თავის თავთან აანალიზებს იმას, რომ ამ თავგანწირვას, რა თქმა უნდა, სასჯელი უკვე ჰარისგან მოყვება, იმიტომ რომ ჰარი პრინციპული ადამიანია და ჰარიმ დაუთქვა კიდევაც, რომ მისი დავალება, რადგანაც ვერ შეასრულა რეიმ, ის უნდა კენს მოეკლა, რადგან კენმა რეი არ მოკლა, ახლა ჰარი ნადირობს უკვე კენზეც და ჰარი ნადირობს უკვე რეიზეც. და ერთგვარად ეს კამიუს აბსურდულობაც ჩანს, რომ ცდილობს პერსონაჟი თავი დააღწიოს აი ამ აბსურდულ გარემოს და ეს აბსურდულობა მოსავს კიდევაც ბრიუგეს, მაგრამ წავა მატარებელში ჩაჯდება წავა ბრიუგედან, მაგრამ ის ჩადენილი ცოდვები ისე უკან აბრუნებს, რადგან კანადელს და მის ცოლს გაუსწორდა რეი მანამდე რესტორანში და აი სწორად პოლიცია ამოიცნობს კიდევაც რომ ეს იყო მოძალადე და დააბრუნებენ ისევ ბრიუგეში. ანუ ძლივს გადადგა ნაბიჯი რომ ჯერ თავი არ მოეკლა აი ამ საშინელი ცოდვის გამო, რომ ბავშვის მკვლელობას განიცდის რეი. რეი დგავს ნაბიჯს, რომ წავიდეს ბრიუგედან, მაგრამ ვერ ახერხებს და უკან აბრუნებენ და სწორედ იქ ხვდება ისევ ჰარის, რომელიც ჩამოაკითხავს ბრიუგეში და უკვე დაეძებს რეის. კენი თავს წირავს მეგობრის გამო, გადმოხტება კიდევაც კოშკურიდან, მაგრამ მთელი ირონია ის არის, რომ იარაღს მიაწვდის და ეს იარაღი გადმოვარდნისას დაუზიანდება იმგვარად, რომ არაფრად აღარ ვარ
Where's my gun? Where's my gun? I'm gonna die now. I think. ქრისტესავით თავი გაწირა მოყვასისათვის, მაგრამ ეს თავგაწირვაც ირონიული აღმოჩნდა, შავი კომედიაც ამაში ჩანს, რომ იარაღი არაფრად აღარ ვარგა და ეს იარაღიც კი უაზრო თავგანწირვის სიმბოლო გახდა რეისადმი და რეი უკვე მარტო აღმოჩნდება იარაღ აყრილი თავისი ბოსის წინააღმდეგ. ახლა რო შევაჯამოთ ფილმი და ამითი დასასრულისკენ წავიდეთ. რეი აღმოჩნდება ისევ გადასაღებ მოედანზე და თითქოს აი ამ ხალხს საკარნავალო ნიღბები მოსავს და იგივე იერონიმოს ბოსხის უკანასკნელი სამსჯავროს სურათია გაცოცხლებული თითქოს და რეიმ სწორედ თავისი სიყვარული თუ შეიძლება ესე ითქვას გადასაღებ მოედანზე აღმოაჩინა, ფილმი იწყება გადასაღებ მოედანზე და ფილმი მთავრდება რეი აღესრულება ესე რომ ვთქვათ გადასაღებ მოედანზე. ანუ რეჟისორმა ამითი რა გვაჩვენა რომ ჩვენი ცხოვრება ერთგვარი დიდი სცენაა და ჩვენ ყველანი როლებს ვირგებთ და ვთამაშობთ და ვკვდებით აი ამ სცენაზე. და ჰარი როდესაც ამოუდგება რეის უკან იქ ეუბნება რეი სიკვდილის წინ იტყვის კიდევ რომ პატარა ბავშვი და ჰარი მიაძახებს რომ ხო სწორედ პატარა ბავშვის გამო უნდა მოგკლა მე შენ და ესვრის კიდევაც და ამ დროს მსახიობი პატარა ლილიპუტი დგას უკვე რეის წინ და ჰარი როდესაც გაისვრის იმსხვერპლებს ლილიპუტს და მერე ჰარი მიხვდება თავის თავზე რა შეცდომა თუ შეიძლება და დანაშაულიც ჩაიდინა რეიმ იგივე უკვე შემთხვა ჰარის და ჰარი იტყვის კიდევაც რომ აი ეხა მესმის და ჰარი დგავს უკვე იმ ნაბიჯს რომ თავი გაწიროს სასიკვდილოდ და სუიციდით ამგზავრებს სიცოცხლეს. The little boy. That's right, Ray. The little boy. Ah, I see. და ბოლოს სიტყვები ფილმის კულმინაციის ის გახლავთ რომ როდესაც ექიმები გარშემო ერტყმიან რეის და გადაყავთ სასტრაფოთი ის ხედავს ნაცნობ სახეებს და ბრბოში აღმოაჩენს სწორედ იმ ბიჭის დედას, იმ მოკლული პატარა ბიჭუნას დედას და თითქოს ელანდება ის ნაცნობი სახეები და ბოლო მონოლოგი აქვს საკუთარ თავთან რომ იხსენებს ლონდონს იხსენებს რომ მას სურს რომ დაბრუნდეს ლონდონში შობა აღნიშნოს ლონდონში და თუნდაც საჩუქარი არ მიიღოს ის მზადა ოღონდ ბრიუგედან წავიდეს და დასაჯონ ან ციხეში გაუშვან ოღონდ ბრიუგე აღარ ნახოს აი ამ სიტყვებს ამბობს პირდაპირ ოღონდ ბრიუგე აღარ დამანახოთ და გამიშვით აქედან თუ მე მოვკვდი უკვე
და ჯოჯოხეთია ჩემთვის ბრიუგე თუ განსაცმენდელი. ანუ რეჟისორი თითქოს ერთგვარ კითხვებს სვავს, რომ ეს ყველაფერი, ეს ციკლურობა, ეს ცოდვები, დანაშაული, აი ეს არის ბრიუგე ჯოჯოხეთი ამ პერსონაჟისთვის თუ განსაცმენდელი და ბოლოს ამთავრებს კოლინ ფარელი სწორედ ეს რეი ასეთი სიტყვებით. მე მქონდა იმედი, რომ არ მოვკვდებოდი. და უკვე რეჟისორი ტოვებს კარს ღიას სამსჯელოდ. მადლობა ყურადღებისათვის და კარგად ვსანდებოდეთ.